გამარჯობა, ძვირფასო სულებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სინათლისა და სიბრძნის ამ არხზე. დღეს, 21 ოქტომბერს, ჩვენ ვიმყოფებით ძლიერ დღეში, სადაც სამყაროებს შორის საფარველი უფრო თხელია. ეს არის წმინდა მომენტი, რომ პატივი ვცეთ ციკლებს, წინაპრებს და ჩვენს საკუთარ შინაგან ტრანსფორმაციას. სანამ თითოეული ზოდიაქოსთვის არხებულ გზავნილებს მივიღებთ, მოგიწვევთ მოკლე კავშირის რიტუალზე. დახუჭეთ თქვენი თვალები, თუ ეს უსაფრთხოა ამ მომენტში. ღრმად ჩაისუნთქეთ ცხვირიდან და ნელა ამოისუნთქეთ პირიდან. იგრძენით, როგორ მშვიდდება თქვენი სხეული, ფესვებს იდგამს დედამიწაზე. წარმოიდგინეთ ოქროსფერი სინათლე, რომელიც ეშვება სამყაროდან, შედის თქვენი თავის ზედა ნაწილიდან და ავსებს თქვენი არსების თითოეულ უჯრედს. ეს სინათლე აქრობს ბლოკებს, შიშებს და დაძაბულობას. ახლა, ჩემთან ერთად დაადასტურეთ ჩუმად. მე ვარ ღია, რომ მივიღო გზავნილები, რომლებიც ემსახურება ჩემს უმაღლეს სიკეთეს. მე ვენდობი ღვთაებრივ სიბრძნეს, რომელიც ჩემი მეშვეობით ვლინდება. მე ვარ სინათლის არხი. არხებული გზავნილები. ვერძი. ცეცხლის მეომარო. დღევანდელი თხელი საფარველი ამჟღავნებს შენი არსების მძინარე ასპექტებს. წინაპრული ენერგია პულსირებს შენს სისხლში და გახსენებს შენს პირველად ძალას. ამ დღეს გახსნილი განზომილებითი პორტალები გაძლევს შეხედულებას შენს ჭეშმარიტ ბუნებაზე. არა მხოლოდ როგორც დამწყებზე, არამედ როგორც წმინდა ალების მცველზე. ხომ არ გიგხსნია ბოლო დროს შინაგანი მოწოდება, იმპულსი, შენი საზღვრების გადასაზღვრად. კოსმოსი გთხოვს აღიარო, სად მოქმედებ ინსტინქტით და სად უგულებელყოფ ინტუიციურ სიბრძნეს. არსებობს ნატიფი განსხვავება რეფლექსით მოქმედებასა და შენს არსთან ღრმა კავშირით მოქმედებას შორის. მარტში დათესილი თესლები ახლა ამჟღავლებენ მნიშვნელოვან ნიმუშებს. დააკვირდი ყურაღებით. ის, რაც დაიწყე ცეცხლით, განმტკიცებულია ღრმა ფესვებით თუ მხოლოდ დროებითი ენთუზიაზმით. ეს არის მომენტი, როდესაც უნდა გააძლიერო შენი პროექტების საფუძველი შენს სულიერ ხაზთან კავშირის საშუალებით. პრაქტიკული გზავნილი შენთვის დღეს. გაჩერდი 5 წუთით და შეეკითხე საკუთარ თავს, რა მემკვიდრეობას ვაშენებ, სანამ დაიწყებ რაიმე მნიშვნელოვან ქმედებას. შენი წინაპრები ჩურჩულებენ ქარის მეშვეობით, რომ შენი იმპულსურობა შეიძლება გადაიქცეს ცნობიერ სიმტკიცედ. შენი ძალის დადასტურება. მე პატივს ვცემ წინაპრულ ცეცხლს, რომელიც ცოცხლობს ჩემში. ჩემი ქმედებები ხელმძღვანელობს ღრმა სიბრძნით და არა მხოლოდ იმპულსით. მე ვტრანსფორმირდები, მე ვძლებ, მე ვახორციელებ. კურო. მიწის მცველო. 21 ოქტომბრის ეს პორტალი აღვიძებს შენს კავშირს სიუხვისა და განახლების ციკლებთან. მიწა შენს ფეხქვეშ ინახავს უძველეს მოგონებებს და დღეს გიწევენ, რომ მიუდგემათ. შეამჩნიე, როგორ იცვლება სეზონები, მაგრამ მიწა რჩება. ეს არის შენი არსებითი ბუნება. ხომ არ გიგრძნია მოწოდება, რომ გადააფასო, რა ასაზრდოებს ნამდვილად შენს სულს. მთელი საფარველი დღეს ავლენს, სად გერევა მატერიალური უსაფრთხოება სულიერ უსაფრთხოებასთან. დააკვირდი მიჯაჭვულობის ნიმუშებს, რომლებმაც შესაძლოა შეზღუდონ შენი ევოლუცია. ჭეშმარიტი სტაბილობა მოდის არა კონტროლიდან, არამედ მიცემისა და მიღების ბუნებრივ ციკლებთან შესაბამისობიდან. 7 თვის წინ შენი მზის დაბადების დღეს დათესილი თესლი ახლა ღვივდება შენს ცნობიერებაში. ეს არის დრო, რომ გამოკვებო იგი ცნობიერი ყურადღებით, არა გადაჭარბებული წუხილით. შენი ფიქსაციისკენ მიდრეკილება შეიძლება გარდაიქმნას ერთგულ თავდადებად, როცა შეესაბამება შენს სულიერ დანიშნულებას. პრაქტიკული გზავნილი. დღეს გამოავლინე ერთი მატერიალური ობიექტი, რომელზეც მიჯაჭვული ხარ და სიმბოლურად გაუშვი. აღიარებით, რომ შენი ჭეშმარიტი უსაფრთხოება მოდის შიგნიდან. მიწის წინაპრები ჩურჩულებენ, რომ შენი უდიდესი სიმდიდრეა შენი უნარი, გამოკვებო და არა ფლობის უნარი. შენი ძალის დადასტურება. მე ვარ ფესვგადგმული მიწის წინაპრულ სიბრძნეში. მე ვზრდი სიუხვეს დინების საშუალებით, არა კონტროლის. მე ვკვებავ, მე ვტრანსფორმირდები, მე ვიყვავი ყველა ციკლში. ტყუპები.
ქარების მაცნეო, ამ დღეს, როცა სამყაროებს შორის საფარველი იხსნება, შენი ბუნებრივი უნარი იმოძრაო რეალობებს შორის გაძლიერებულია. შენს ცნობის მოყვარე გონებას დღეს შეუძლია მიწვდეს აქაშის ბიბლიოთეკებებს, რომლებიც ჩვეულებრივ დაფარულია ყოველდღიური ცნობიერებისგან. ხომ არ გქონია უეცარი შთაგონებები, აზრები, რომლებიც თითქოს სხვა განზომილებებიდან მოდიან. სამყარო დღეს გთხოვს განასხვავო უბრალო გონებრივი ცნობის მოყვარეობა და ჭეშმარიტი ინტუიციური სიბრძნე. სულიდან მომავალ ინფორმაციას აქვს განსხვავებული ხარისხი. ის რეზონირებს მთელ შენს არსებაში, არა მხოლოდ შენს გონებაში. სიჩუმის მომენტებში დათესილი კომუნიკაციის თესლები ახლა ყვავილობენ, როგორც ღრმა გაგება. დააკვირდი, როგორ არ არის შენი ბუნებრივი ორმაგობა წინააღმდეგობა, არამედ შევსება. შენ ხარ ხიდი სამყაროებს შორის, უხილავის მთარგმნელი ხელშესახებად. პრაქტიკული გზავნილი დღეისთვის. ივარჯიშე წმინდა კომუნიკაციაში. სანამ ილაპარაკებ ან დაწერ, საკუთარ თავს კითხე. ეს კომუნიკაცია ემსახურება სინათლეს, ის ცდება ეგოს. შენი წინაპრები ჩურჩულებენ, რომ შენს სიტყვებს აქვთ შემოქმედებითი ძალა, როცა ისინი შენს უმაღლეს სიმართლესთან შესაბამისობაშია. შენი ძალის დადასტურება. მე ვარ ნათელი არხი უმაღლესი სიბრძნისთვის. ჩემი გონება მიმღებია და განმასხვავებელი. ჩემი მეშვეობით სამყაროები ურთიერთობენ და უმაღლესი გაგებები იღებს ფორმას. კირჩხიბი. ემოციური წყლების მცველო, ამ დღეს, როდესაც სამყაროებს შორის საფარველით ხელდება, შენი ბუნებრივი კავშირი გრძნობებისა და წინაპრული მოგონებების სფეროსთან ძლიერდება. წყლები შენში არის პორტალები უძველესი სიბრძნისკენ, განსაკუთრებით დღეს. ხომ არ გქონია ინტენსიური მოგონებები ან სიზმრები ბოლო დროს, თითქოს წარსულ ცხოველებებს სტუმრობდე ძილში. კოსმოსი გიწვევს, შეამჩნიო, როგორ არ არის შენი მგრძნობელობა სისუსტე, არამედ შამანური ნიჭი ემოციურ განზომილებებს შორის ნავიგაციისა. შენი უნარი იგრძნო ღრმად არის შენი სულიერი კომპასი. თაობების მანძილზე დათესილი ზრუნვის თესლები ახლა ყვავილობენ შენში, როგორც დახვეწილი ინტუიცია. დააკვირდი, როგორ შეიძლება შენი ნოსტალგიისკენ მიდრეკილება გარდაიქმნას წინაპრულ სიბრძნედ, როცა პატივს სცემ წარსულს მასზე მიჯაჭვულობის გარეშე. პრაქტიკული გზავნილი. დღეს შექმენი პატარა სამსხვერპლო წყლით. შეიძლება იყოს უბრალოდ ჭიქა და მისი ყურებით მადლობა გადაუხადე მგრძნობიერე და ინტუიციური ადამიანების ხაზს, რომლებიც შენამდე მოვიდნენ. წინაპრები ჩურჩულებენ წყლების მეშვეობით, რომ შენი უნარი გამოკვებო არის მანიფესტირებული მაგიის ფორმა. შენი ძალის დადასტურება. მე ვარ წინაპრული მოგონებების წმინდა ჭურჭელი. ჩემი ემოციები არის სიბრძნის წყლები, არა ტურბულენტობა. მე ვკვებავ, მე ვინახავ, მე გადავცემ წყლების სიბრძნეს. ლომი. მზის ცეცხლის სუვერენო. ამ დღეს, როცა განზომილებითი პორტალები იხსნება, შენი შინაგანი სინათლე ანათებს გაძლიერებული ინტენსივობით. თხელი საფარველი საშუალებას გაძლევს დაინახო შენი სულიერი მეფობის ჭეშმარიტი ბუნება, არა ეგოზე დაფუძნებული, არამედ პასუხისმგებლობაზე კოლექტივის წინაშე. ხომ არ გიგრძნია ბოლო დროს მოწოდება, გამოხატო თავი ისეთი გზებით, რომლებიც ცდება გარეგან აღიარებას. სამყარო დღეს გთხოვს განასხვავო ბრწყინვა, რომ დაგინახონ და ბრწყინვა, რომ განათო სხვების გზა. შენი ჭეშმარიტი კეთილშობილება მოდის არა აპლოდისმენტებიდან, არამედ უნარიდან, შთააგონო ტრანსფორმაცია შენს გარშემო. მარტოობის მომენტებში დათესილი ავთენტურობის თესლები ახლა ვლინდება, როგორც თანაგრძნობითი ლიდერობა. დააკვირდი, როგორ არ სჭირდება შენს გამოსხივებულ ბუნებას მუდმივი ვალიდაცია, როცა ის შესაბამისობაშია შენს სულიერ მიზანთან. პრაქტიკული გზავნილი. დღეს განახორციალე ანონიმური გულუხობის აქტი, რაღაც, რაშიც არ მიიღებ კრედიტს, მაგრამ განათებს ვინმეს გზას. წინაპრები ჩურჩულებენ, რომ შენი ჭეშმარიტი სამეფო არ არის ამ სამყაროსი, მაგრამ ვლინდება შენი გულუხვი გულის მეშვეობით. შენი ძალის დადასტურება. ჩემი შინაგანი სინათლე არის ღვთიური წყაროს ანარეკლი. ვლიდერობ მაგალითით და ვაინსპირირებ ავთენტურობით. მე ვანათებ, მე ვტრანსფორმირდები, მე ვზეიმობ წმინდა სინათლეს ყველა არსებაში. ქალწული. მიწის ალქიმიკოსო. ამ დღეს, როცა განზომილებებს შორის საფარველი თხელდება, შენი ბუნებრივი უნარი განსჯისა და ანალიზის აღწევს უფრო მაღალ დონეებს. შენ შეგიძლია აღიქვა ნატიფი ნიმუშები, რომლებიც აკავშირებენ ხილულს უხილავთან, მატერიალურს სულიერთან.
შეგიმჩნევია სინქრონულობები, რომლებიც მოიცავს დეტალებს, რომლებსაც სხვები უგულებელყოფენ. კოსმოსი დღეს გთხოვს აღიარო განსხვავება შიშზე დაფუძნებულ პერფექციონიზმსა და ღვთიური სრულყოფილების ძიებით შთაგონებულ დახვეწას შორის. არსებობს თხელი ხაზი კრიტიკასა და წმინდა განსჯას შორის. ერთი აკნინებს, მეორე ამაღლებს. მომსახურების პატარა აქტების მეშვეობით დათესილი განკურნების თესლები ახლა ყვავილობენ, როგორც ღრმა გაგება ტრანსმუტაციის პროცესების. დააკვირდი, როგორ შეიძლება შენი ანალიზისკენ მიდრეკილება არ ხად იქცეს ჰოლისტური ხედვისთვის, როცა შეესაბამება შენს უფრო დიდ მიზანს. პრაქტიკული გზავნილი. დღეს აირჩიე განმეორებადი საზრუნავი და გადაწერე ის, როგორც განკურნებისა და ტრანსფორმაციის შესაძლებლობა. წინაპრები ჩურჩულებენ, რომ შენი ყურადღება დეტალებისადმი არის თაყვანისცემის ფორმა, როცა მიმართულია თანაგრძნობით. შენი ძალის დადასტურება. მე ვარ ღვთიური განსჯის ზუსტი ინსტრუმენტი. ჩემი ანალიზი ემსახურება ინტეგრაციასა და განკურნებას. მე ვხვეც, მე ვტრანსმუტირდები, მე ვამაღლებ მატერიას მის ყველაზე სრულყოფილ გამოხატულებამდე. სასწორი. ჰაერის ჰარმონიზატორო, 31 ოქტომბრის ამ პორტალში, სადაც სამყაროებს შორის საფარველი თხელდება, შენი ბუნებრივი უნარი, აღიქვა ნეტიფი ბალანსი, ინტენსიურდება. დღეს შეგიძლია დაინახო კოსმიური ჰარმონია, რომელიც ცდება არსებობის მოჩვენებით დუალობებს. ხომ არ გიგრძნია მოწოდება, იმედიატორო არა მხოლოდ ადამიანებს შორის, არამედ რეალობებსა და ერთმანეთთან შეუთავსებელ პერსპექტივებს შორის. სამყარო გიწვევს განასხვავო ზედაპირული მშვიდობა, რომელიც დაფუძნებულია კონფლიქტების თავიდანაცილებაზე და ღრმა ჰარმონია, რომელიც აერთიანებს საპირისპიროებს. ჭეშმარიტი სილამაზე არ არის სიმეტრიულ სრულყოფილებაში, არამედ შემავსებელი ძალების დინამიურ ინტეგრაციაში. მნიშვნელოვან ურთიერთობებში დათესილი ბალანსის თესლები ახლა ყვავილობენ როგორც კოსმიური სამართლიანობის გაგება. დააკვირდი, როგორ შეიძლება შენი გარეგანი ჰარმონიის ძიება გარდაიქმნას შეურყეველ შინაგან ცენტრად. პრაქტიკული გზავნილი. დღეს გამოავლინე ორი პოლარობა შენს ცხოვრებაში, რომლებიც ჩანს კონფლიქტში და მედიტაციაში წარმოიდგინე ისინი არა როგორც დაპირისპირებული, არავედ როგორც შემავსებელი. წინაპრები ჩურჩულებენ, რომ შენი ბუნებრივი დიპლომატია არის ღვთიური უნარის გამოხატულება, გააერთიანო ცა და მიწა. შენი ძალის დადასტურება. მე ვარ წონასწორობის წერტილი კოსმიურ ძალებს შორის, ვაჰარმონიზებ სიმართლის კომპრომისის გარეშე. მე ვაბალანსებ, მე ვაერთიანებ, მე ვავლენ სილამაზეს საპირისპიროების გაერთიანების მეშვეობით. მორიელი. ღრმა წყლების მცველო. ამ წმინდა 21 ოქტომბრის დღეს, რომელიც აღნიშნავს შენს მზის პერიოდს და როცა სამყაროებს შორის საფარველი უფრო თხელია, შენი ბუნებრივი კავშირი სიკვდილისა და ხელახალი დაბადების საიდუმლოებთან აღწევს თავის აპოგეას. შენ ხარ ჩრდილების ბუნებრივი მენავე, იმის ტრანსფორმატორი, რისი შეხედვისაც სხვებს ეშინიათ. ხომ არ გიგრძნია მოწოდება, მოიშორო ძველი კანები, იდენტობები, რომლებიც აღარ ემსახურებიან შენს ევოლუციას? სამყარო დღეს გთხოვს აღიარო განსხვავება შიშზე დაფუძნებულ კონტროლსა და დანებებაზე დაფუძნებულ ავთენტურ ძალას შორის. შენი ჭეშმარიტი ძალა მოდის არა ცვლილებისადმი წინააღმდეგობიდან, არამედ მისთვის სრულად დანებებიდან. შენი ცხოვრების ყველაზე გამომწვევ მომენტებში დათესილი ტრანსმუტაციის თესლები ახლა ყვავილობენ, როგორც სიკვდილისა და ხელახალი დაბადების ციკლების ღრმა გაგება. დააკვირდი, როგორ შეიძლება შენი ინტენსიურობა არ ხად იქცეს მკურნავი ძალისთვის, როცა შენ მიიღებ შენს მოწყვლადობას. პრაქტიკული გზავნილი. დღეს ჩაატარე პატარა გათავისუფლების რიტუალი. დაწერე რაღაც, რაც უნდა მოკვდეს შენს ცხოვრებაში და დაწვი ან დამარხე სიმბოლურად ეს ქაღალდი. წინაპრები ჩურჩულებენ, რომ შენი უნარი შეხვდე ჩრდილებს არის მანიფესტირებული სინათლის ფორმა. შენი ძალის დადასტურება. მე ვარ ტრანსფორმაციის ციკლების ოსტატი. სიღრმეებში ვპოვოლობ დაფარულ საგანძურს. მე ვტრანსმუტირდები, მე ხელახლა ვიბადები, მე ვავლენ საიდუმლოებებს ჩემი საკუთარი მეტამორფოზის მეშვეობით. მშვილდოსანი. ციური ცეცხლის მოგზაურო. ამ დღეს, როცა განზომილებებს შორის პორტალები ფართოვდება,
შენი მკვლევარი ბუნება სცდება ფიზიკურ საზღვრებს და აღწევს სულიერ სფეროებს, რომლებიც ჩვეულებრივ დაფარულია. შენს ინტუიციურ ისარს დღეს შეუძლია მიაღწიოს სამიზნეებს ცნობიერების სხვა განზომილებებში. ხომ არ გიგრძნია მოწოდება, გაფართოვდე არა მხოლოდ ჰორიზონტალურად, გამოცდილებების მეშვეობით, არამედ ვერტიკალურად, უფრო ღრმა ფილოსოფიური გაგებების მეშვეობით. კოსმოსი გიწვევს განასხვავო დისპერსიული ძიება სიახლეებისა და ფოკუსირებული მოგზაურობა არსებითი სიმართლისკენ. შენს ოპტიმისტურ ბუნებას დღეს შეუძლია დაუკავშირდეს წინასწარმეტყველურ ხედვებს, როცა შეესაბამება შენს სულიერ მიზანს. განჭვრეტის მომენტებში დათესილი სიბრძნის თესლები ახლა ყვავილობენ როგორც უნივერსალური კანონების ინტუიციური გაგება. დააკვირდი, როგორ შეიძლება შენი მიდრეკილება მუდმივი მოძრაობისკენ არხად იქცეს წმინდა მომლოცველობისთვის, როცა აღიარებ, რომ ყველა გარემოგზაურობა ასევე შინაგანია. პრაქტიკული გზავნილი. დღეს მიუძღვენი თავი კონტემპლაციურ პრაქტიკას მოძრაობაში, ცნობიერი სიარული, მედიტაციური ცეკვა ან იოგა. წარმოიდგენ თითოეულ მოძრაობას როგორც შენი სულიერი მოგზაურობის ნაწილს. წინაპრები ჩურჩულებენ, რომ შენი ნაბიჯები დედამიწაზე ქმნიან თანავარსკვლავედებს ცაში. შენი ძალის დადასტურება. მე ვარ პილიგრიმი წმინდა მოგზაურობაში. ჩემი ძიება ხელმძღვანელობს უმაღლესი სიბრძნით. მე ვიკვლევ, მე ვიგებ, მე ვაერთიანებ ამაღლებულ ხედვებს ჩემს მიწიერ გამოცდილებაში. თხის რქა. მიწიერი მთების ოსტატო. ამ დღეს, როცა სამყაროებს შორის საფარველი თხელდება, შენი ბუნებრივი კავშირი წინაპრულ სტრუქტურებთან და საფუძვლებთან ძლიერდება. დღეს შეგიძლია აღიქვა უხილავი არქიტექტურა, რომელიც ამაგრებს არა მხოლოდ მატერიალურ სამყაროს, არამედ სულიერ სფეროებსაც. ხომ არ გიგრძნია მოწოდება ააშენო არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ეთერულ დონეზეც. კოსმოსი გიწვევს აღიარო განსხვავება ამბიციას შორის, რომელიც დაფუძნებულია გარეგან აღიარებაზე და მიზანს შორის, რომელიც დაფუძნებულია სულიერ პასუხისგებლობაზე. შენს დისციპლინირებულ ბუნებას დღეს შეუძლია მიუდგეს ტაძრებისა და პირამიდების უძველესი მშენებლების სიბრძნეს. მარტოობისა და გამოწვევის მომენტებში დათესილი ავთენტური ავტორიტეტის თესლები ახლა ყვავილობენ, როგორც ერთიანობაზე დაფუძნებული ლიდერობა. დააკვირდი, როგორ შეიძლება შენი მიდრეკილება სერიოზულობისადმი გარდაიქმნას წმინდა მოწიწებად, როცა აღიქვამ, რომ ყოველ სტრუქტურას, რომელსაც ქმნი დედამიწაზე, აქვს შესაბამისობა უმაღლეს დონეზე. პრაქტიკული გზავნილი. დღეს წარმოიდგინე შენი პროექტი ან პასუხისგებლობა, როგორც წმინდა ტაძარი, რომელსაც აშენებ. რა ფუნდამენტური ღირებულებები უმაგრებენ მის სტრუქტურას? წინაპრები ჩურჩულებენ, რომ შენი მოვალეობის გრძნობა არის თაყვანისცემის ფორმა, როცა შეესაბამება შენს სულიერ მისიას. შენი ძალის დადასტურება. მე ვაშენებ ხიდებს ცასა და მიწას შორის. ჩემი დისციპლინა არის თაყვანისცემის აქტი. მე ვასტრუქტურირებ, მე ვავლენ, მე ვაფუძნებ ხანგრძლივ საფუძვლებს მომავალი თაობებისთვის. მერწყული. ჰაერის ნაკადების ვიზიონერო. ამ დღეს, როცა განზომილებებს შორის საზღვრები იშლება, შენი ბუნებრივი უნარი, აღიქვა სამომავლო ნიმუშები და რევოლუციური შესაძლებლობები ექსპონენციალურად ძლიერდება. დღეს შეგიძლია მიუდგე ალტერნატიულ დროით ხაზებს და მოიტანო ეს ხედვები კოლექტივისთვის. ხომ არ ქონია შთაგონებები, რომლებიც თითქოს მოდის მომავლიდან, რომელიც უკვე განხორციელებულია სხვა პლანზე. სამყარო დღეს გთხოვს განასხვავო ორიგინალობა, რომელიც დაფუძნებულია ამბოხზე და ინოვაცია, რომელიც დაფუძნებულია კოლექტიური ევოლუციის სამსახურზე. შენს პროგრესულ გონებას დღეს შეუძლია დაუკავშირდეს გალაქტიკურ სიხშირეებს, როცა შეესაბამება უდიდეს სიკეთეს. არაკონვენციური კავშირების მეშვეობით დათესილი თემის თესლები ახლა ყვავილობენ, როგორც ცნობიერების ქსელები, რომლებიც ცდებიან სივრცე დროს. დააკვირდი, როგორ შეიძლება შენი მიდრეკილება ემოციური დისტანციისკენ გარდაიქმნას თანაგრძნობით ობიექტურობად, როცა აღიარებ, რომ განცალკევება ილუზიაა. პრაქტიკული გზავნილი. დღეს ცნობიერად დაუკავშირდი შენს სულიერ ტომს, ადამიანებს, რომლებიც იზიარებენ შენს ხედვას, მიუხედავად ფიზიკური დისტანციისა. წარმოიდგინე სინათლის ძაფები, რომლებიც გაერთიანებთ. გალაქტიკური წინაპრები ჩურჩულებენ, რომ შენი მოჩვენებითი უცნაურობა სინამდვილეში არის ნაცნობობა მომავლის სიხშირეებთან. შენი ძალის დადასტურება. მე ვარ არხი ევოლუციის მომავალი კოდებისთვის. ჩემი უნიკალური ხედვა ემსახურება კოლექტიურ ტრანსფორმაციას.
მე ვაინოვირებ, მე ვრევოლუციონირდები, მე ვაერთიანებ ამაღლებულ სიხშირეებს პლანეტარულ ცნობიერებაში. თევზები, კოსმიური წყლების მენავეო, ამ დღეს, როცა სამყაროებს შორის საფარველი თითქმის არარსებული ხდება, შენი ბუნებრივად თხევადი ბუნება განზომილებებს შორის აღწევს თავის მაქსიმალურ პოტენციალს. დღეს შენ ხარ წმინდა პორტალი, უნარიანი იცურო რეალობებს შორის იმის გრაციით, ვინც აღიარებს, რომ ყველა წყალი ერთია. ხომ არ გქონია ცოცხალი სიზმრები, ხედვები ან დეჟავუს გაძლიერებული შეგრძნებები? კოსმოსი გიწევს განასხვავო ბუნდოვანი ესკაპიზმი და ჭეშმარიტი ცნობიერი ტრანსცენდენტურობა. შენს ბუნებრივ მგრძნობელობას დღეს შეუძლია გახდეს კრისტალური ნათელმხილველობა, როცა შენ ღუზავ შენს სულიერებას თანაგრძნობით მსახურებაში. დანებებისა და რწმენის მომენტებში დათესილი ეგოს გახსნის თესლები ახლა ყვავილობენ როგორც რეალობის ერთიანი გაგება. დააკვირდი, როგორ შეიძლება შენი მიდრეკილება გაურკვევლობისკენ გარდაიქმნას ღვთიურ ადაპტირებად, როცა ინარჩუნებ შენს ცენტრს მუდმივ დინამეში. პრაქტიკული გზავნილი. დღეს მიუძღვენი თავი კონტემპლაციურ პრაქტიკას წყალთან, რიტუალური აბაზანა, მედიტაცია მდინარის სიახლოვეს, ან უბრალოდ ვიზუალიზაცია წყლის ჭიქით, აღიარებით, რომ ეს ელემენტი არის ერთიანი ცნობიერების სიმბოლო. წყლის წინაპრები ჩურჩულებენ, რომ შენი მოჩვენებითი მოწყვლადობა სინამდვილეში შენი უდიდესი ძალაა. შენი ძალის დადასტურება. მე ვარ ერთი ცნობიერების ყველა ნაკადთან. ჩემი მგრძნობელობა არის ჩემი სიცხადე. მე ვდინებ, მე ვშლი საზღვრებს, მე ვეხვევი ყველა გამოცდილებას, როგორც ღვთიური სიყვარულის გამოხატულებებს. კოლექტიური რეფლექსია. ახლა, მიუხედავად თქვენი ზოდიაქოს ნიშნისა, გიწევთ ღრმა რეფლექსიის მომენტზე. ისუნთქეთ მსუბუქად და შეეკითხეთ საკუთარ თავს. როგორ შემიძლია გამოვიყენო დღეს მიღებული გზავნილი ჩემს უშუალო რეალობაში? რა პატარა ქმედება შემიძლია განვახორციელო მომდევნო 24 საათის განმავლობაში, რომ პატივი ვცე ამ კოსმიურ მითითებას? მიეცით საკუთარ თავს რამდენიმე წამის სიჩუმე, რომ მიიღოთ შინაგანი პასუხი. გახსოვდეთ, რომ არხებული სიბრძნე მხოლოდ მაშინ ხდება ცოცხალი, როცა გარდაიქმნება ცნობიერ მოქმედებად. მაგია ხდება სამყაროებს შორის ხიდზე, პატარა ყოველდღიურ გადაწყვეტილებებში, რომლებიც შეესაბამება თქვენს უმაღლეს სიმართლეს. თუ ეს გზავნილი რეზონირებდა თქვენ სულთან, დატოვეთ კომენტარებში მე ვარ სიუხვე, რომ დააფიქსიროთ ეს ენერგია თქვენს რეალობაში. ყოველ ჯერზე, როცა აცხადებთ თქვენს სიმართლეს, სამყარო პასუხობს სინქრონულობებით, რომლებიც ადასტურებენ თქვენს შემოქმედებით ძალას. გამოიწერეთ ეს არხი, რომ გავაგრძელოთ ეს ყოველდღიური კავშირის მოგზაურობა კოსმიურ ენერგიებთან. გაუზიარეთ ეს ვიდეო ვინმეს, ვისაც სჭირდება ამ სიტყვების მოსმენა დღეს. შეიძლება იყოთ სამყაროს ინსტრუმენტი სხვა სულის შესახებად. ძვირთასო სულებო, მადლობას გიხდით, რომ გაიზიარეთ ეს წმიდა პორტალი ჩემთან ერთად დღეს. დაე, მიღებული გზავნილები იყოს სინათლის თესლები, დარგული თქვენს გულში, რომლებიც ყვავილობენ ცოცხლ სიბრძნედ. გახსოვდეთ, თქვენ არა მხოლოდ ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ ხართ, თქვენ ხართ კოსმიური ენერგიების ცოცხალი გამოვლინება, რომელსაც ისინი წარმოადგენენ. დავადასტუროთ ერთად უკანასკნელად, მე ვარ ღია არხივღვთიური სიბრძნისთვის, ჩემი მეშვეობით ახალი სამყაროები იბადება. დღეს ვირჩევ ვიყო სინათლის, სიყვარულისა და ტრანსფორმაციის ინსტრუმენტი. ჩვენს შემდეგ შეხვედრამდე ამ პორტალში სამყაროებს შორის. ბევრი მშვიდობა, დაცვა და სიცხადე თქვენს მოგზაურობაში.